თარგმანება იმათეს სახარებისა ითავილ. სიტყვა იესე და წარმორაივიდო და მიერიესუ მოსდევდეს მას ორნი ბრმანი ღაღადებდეს და იტყოდეს შემიწყალენ ჩვენ უფალო ძეო დავითისო. დავით არცა შევიდა იესოს სახლსა მოუხდეს მას ბრმანი იგი და ხრქვა მათ იესო გრწამსა ვითარმეთ ძალმიცესე ყოფად. ხრქვეს მას ჰე უფალო. მაშინ შეახო თვალთა მათთა და ხრქვა სარწმუნოებისა თქვენისა ებრგეყავთ თქვენ. და მეხსეულად აღეხუნეს თვალნი მათნი 9:27-30. რაისათვის გზასა ზედა მისდევდეს რაი და ღაღადებდეს თანაწარ ხდა მათ. კვალა და კაცა გვასწავებს რაითა ველტოდით მრავალთა დიდებასა და გამოცხადებასა საქმეთა კეთილთასა ამისთვისა შერავიდა სახლსა განკურნა იგინითვისაგან და ამცნო რაითა არავის აუწყონ. ხოლო ესეცა დასასჯელად ჰურიათა იქმნებოდა რამე თუ ბრმათაცა შეიწყნარეს სარწმუნოება იმისი და მათ ნეფსით დაიყვნეს თვალნი ხილვად ნათლისა. რამე თუ იხილეღა მათი იგი სარწმუნოება იღაღადებისა მისგან და უკუანა შედგომისა. და რა იყო ღაღადება იმათი? შემიწყალენ ჩვენ უფალო ხოლო ძე დავითისა უწესდეს რამე თუ დიდად პატივად შეერაცხა ესე მაშინ ჰურიათა. წინა ის წარმეტყველნიცა მეფეთა რომელთაც პატივს სცემდიან ძე დავითისა უწოდდიან. ხოლო შერავიდა სახლსა მეორედ მოუხდეს მას და ჰკითხა მათ სარწმუნოება იმათი. ესე ამისთვის რაითაცნან ყოველთა ვითარმეთ ღირს იყვნეს იგინი წყალობისა ჭეშმარიტად და ვერ ვინიტყოდის ვითარმეთ უკვე თუ სახიერებისათვის მისისა ჰკურნებდა მათ რად არა ყოველნი განკურნა. ამისთვის აჩვენა ვითარმეთ ჩვენ მიერიცა სარწმუნოება ისახმარარს. და კვალად ვინაითგან მათ თქვეს შემიწყალენ უფალო ძეო დავითისო ასწავებს უმაღლესსა გულისხმის ყოფასა თუ ვითარუხს ქონება ის სარწმუნოებისა მისისა ამისთვის ხრქვა გრწამსა ვითარმეთ ძალმიცესე ყოფად არა ხრქვა თუ გრწამსა ვითარმეთ ძალმიცვედრებად მამისა ჩემისა. არამედ ძალმიცესე ყოფადო ხრქვეს მათ ჰე უფალო. არღარა ძე დავითისა უწოდეს, არამედ განცხადებულად მეუფება იმისი წამეს და აღიარეს. მაშინ შეახო თვალთა მათთა და ხრქვა, სარწმუნოებისა თქვენისა ებრგეყავთ თქვენ, პირველად სულნი მათნი განსწავლა სარწმუნოებად მტკიცეთ და მერმე ხრქვა, სარწმუნოებისა ებრ თქვენისა გეყავთ თქვენ, რაითა გულისხმა უყოს ყოველთა. ვითარმეთ შეურგულებელი სარწმუნოება იაჩვენეს და მის მიერ განიკურნეს. ხოლო ესე არა მათ ზედა ოდენქმნა, არამედ სხვათა მრავალთა. პირველ ხორციელთა სენთა კურნებისა სულთა კურნება იმიანიჩის და სარწმუნოებად მოიყვანის, რაითა იგინიცა უმეტესად წარემატნენ და მათ მიერ სხვათა სარგებელეყოს. ეგრეთ ქმნა განრღვეულსა მასზე და პირველ ხორცთა კურნებისა სული განკურნა რაჟამს ხრქვა, ნუ გეშინინ შვილო მიგეტევნენ ცოდვანი შენი, ეგრეთვე შესაკრებელთ მთავარსა მას პირველ აღდგინებისა ასულისა მისისა სარწმუნოება იასწავლა მას და ხრქვა, ნუ გეშინინ, გარნაგრწმენინ და ასის თავისა მისზე და ეგრეთვე ყოველივე სარწმუნოებასა მიაჩემა. და მოწაფეთა რა იხსნიდა ზამთრისა მისგან, პირველად მცირედ მორწმუნეობისაგან იხსნა. ეგრეთვე აქა პირველ მათისა სიტყვისაცა იცოდა მან დაფარულნი გულთა მათთანი, არამედ ამისთვის გამოაცხადნა გულის სიტყვანი მათნი, რაითა სხვანიცა ბაძვად მათ დააღადგინეს. ხოლო შემდგომად განკურნებისა უბრძანა, რაითა არავის უთხრან და არა ესრეთ ლიტონად, არამედ ფრიადითა სიმტკიცითა, ვითარცა იტყვის მახარებელი. წახარებაი და შეჰრისხნა მათ იესუ და ხრქვა, იხილეთ, ნუმცა ვინ უწყის.
ხოლო იგინი გამოვიდეს და მიმოსწვეს იგი ყოველ 300 ქვეყანასაც 9, 30, 31. თარგმანი რაღაცა თუ უფალმან უბრძანა არა თხრობად, გარნა მათ არა თავსილვეს დაფარვა ისასწაულისა იმის, არამედ იქმნეს ქადაგ და მახარებელ ჭეშმარიტებისა. ხოლო რომელიგი სხვასა ადგილსა ხრქოა, წარვედ და მიუთხრობდი დიდებასა ღმრთისასა, არა წინააღმდგომი არს ამის სიტყვისაი, არამედ ფრიაცა ეწამების, რამე თუ გვასწავებს ჩვენ, რაითა თავთათვისთათვის არ არას საქებელსა ვქადაგებდეთ, არამედ რაღაცა თუ ისენებოს ქებაი ჩვენი ვაყენებდეთ, ხოლო უკვე თუ საქმე რაიმე იყოს სადიდებელი ღმრთისაი, არა თუმცა ვაყენებდით, არამედ უფრო ისად თანავეწამებოდით საქადაგებად დიდებასა ღმრთისასა. სახარებაი და ვითარცა იგინი გამოოდენვიდეს მოჰყუარეს მას კაცი ხრუი და ეშმაკეული. და ვითარცა განხადა ეშმაკი იგი, იტყოდა მრთელად ყრუი იგი. და დაუკვირდებოდა ერთსა მას და იტყოდეს, არასა და ისრაელსა შორის ესრეთ გამოჩნდა 9, 32, 33. თარგმანი ესე იყო, რომელი მოსწყური და გულსა უღმრთოთა მათ ფარისეველთასა, რომელერი იგი ადიდებდა უფალსა და უაღრესობასა მისსა ქადაგებდეს არა მაშინ მყოფთა შორის ხოლო, არამედ ოდესვე ყოფილთაცა კაცთასა, ვითარმედ, არასა და ისრაელსა შორის ესრეთ გამოჩნდა. რამე თუ ჭეშმარიტად საკურველი იყო დიდებული არა ესე ხოლო, რომელ კურნებათა იქმოდა, არამედ რომელ ესრეთ ადვილად და მსწრაფლგან ჰკურნებდა სენთა ურიცხუთა და უკურნებელთა, ვითარცა ესეაც აღმოკითხული, რომელი იგი არა ბუნებითისა სენისაგან უტყუდა ყრუ იყო, არამედ ეშმაკისაგან. ამისთვისცა ვერ თავით თვისით მოვიდა, ვერცა თავით თვისით ევედრებოდა, რამე თუ ეშმაკსა შეეკრა ენა იმისი, არამედ სხვათა მოჰყუარეს იგი. ამისთვის არცა სარწმუნოება იძებნა მისგან, არამედ მეხსეულად ეშმაკი იგი განიოდა და უტყვი იგი ზრახვი და ფლობილად და ესმოდა დაუყენებელად. ამას ზედა ერნი განკვირდებოდეს, ხოლო უღმრთონი იგი ფარისეველნი და ყოვლითურთ ეშმაკისა და განჩემებულნი, ისმინეთ, რასა იტყვიან. სახარებაი, ხოლო ფარისეველნი იგი იტყოდეს, თავრითა ეშმაკთა ითა განასხამს ეშმაკთა 9, 34. თარგმანი ვრქვათ მათ სიტყვისა მისევრესაია წინაის წარმეტყველისა, მოედით აქა, შვილნო ურჩულოებისანო, თესნო მემრუშეთანო და ნაშობნო მეძავთანო. ვის ზედა აღაღეთ პირი თქვენი, ანუ ვის ზედა განსწართ ენაი თქვენი. არა თქვენ ხართ აშვილნი წარწმედისანი და ნათესავნი უშჯულონი. რამე თუ არა მიგეტეოს თქვენ ცოდვაი ესე, ვიდრემდე მოსწყდეთ თქვენ, იტყვის უფალი ძალთაი. აც იხილეთ, რამე თუ დაბრუნეს წინამძღვარნი თქვენი და არაცნეს გულისხმის ყოფად. ძაღლნი არიან ურცხვინონი გულითა და არა იციან მოძღურებაი და არიან ყოველნი უკეთურ. ანუ არა თქვენ ხართა, რომელნი ევედრებოდეთ კერპთა ხეთა ქვეშე სერტყოვანთა და უკლევდით შვილთა თქვენთა? ესე არს ნაწილი თქვენი, ესე არს სამკვიდრებელი თქვენი. ვაისულისა თქვენისა, რამე თუ იზრახეთ ზრახვაი ბოროტი, შეადარე ესაია 47, 3, 6, 56, 10, 11. ეტყოდენ კვალად იერემიაცა თვისითა მითხრა ღადებითა, ორი ბოროტი ქმნა ერმან ამან, მე დამიტევეს, წყაროი წყლისა ცხოველისაი და აღმოთხარეს თავისა მათისა ჯურმული ხურელოვანი, რომლითა ვერ უძლონ დაპყრობად წყალი. ისმინეთ სიტყვაი უფლისაი ყოველთა ტომთა სახლისა ისრაელისათა, რა იპოვეს მამათა თქვენთა ჩემთანა შეცოდებაი, რამე თუ განდგეს იგინი ჩემგან შორად. მღვდელთა არა თქვეს, სადა არს უფალი. და მეცნიერთა მათ შჯულისა ჩემისათა არა მიცნეს მე და მწყემსნი უღმრთოებდეს ჩემდამო, რამე თუ დასაბამითგან შეურიე უღელი შენი და განხეთქენ აპაურნი შენი და სტქო, არა გმონო შენ,
არამედ მივიდე ყოველსა ზედა ბორცვსა მაღალსა და ყოველსა ხესა მაღალსა, მუნ განვსდე სიძვითა ჩემითა. შეაგინე ქვეყანა იგი სისხლითა და უკეთურებითა შენითა და გესხნეს შენ წყემს მრავალსაც თუ რაც შენდა. პირი ვითარცა როსპიკისაი გექმნა შენ მურცხვინო იქმე ყოველთა მიმართ შეადარე იერემია 2, 13, 4, 5, 8, 20, 3, 2, 3 და შემდგომი ამისი. ამხილებეთ სხვანიცა წინაის წარმეტყველნი, ყოველნი თითო ფერად და თითო სახეთ, ბილცთა მათ და საძაგელთა, რომელთა მიმართ ჩვენც ამ მსგავსად ხმისა მის წინაის წარმეტყველთა ისევე ეტყოდით, თქვუთხა, ურჩულონო და ჭეშმარიტად ეშმაკეულნო, რომელმან ეშმაკმან განიოტა ეშმაკი. ოდეს განეწყვნეს იგინი ურთიერთას ბრძოლად. ოდეს დაემეგობრნეს მთავარნი მათნი ბუნებასა კაცთასა, რაითამცა განასხმიდეს ეშმაკთა მათგან და დახსნიდეს მცათვისთა მათ აგებულებათა? ხოლო სხვათა მათთვის სასწაულთა რა ის თქვათ, რომელთა იქმოდა მაცხოვარი ჩვენი, კუდარნი აღადგინა, კეთროანი განწმიდნა, ზღვასა აღვირასხნა, ხელისწერილნი ცოდვათანი ახოცნა, სასუფეველი ცათა იქადაგა, ბუნება იკაცთა იგანდგომილი და აგოღმერცა და მამასა, საცთური იგი კერპთ მსახურებისა იუჩინო, ხო და განაქარვა. სადა გიხილავს ეშმაკი ამათ საქმეთა მოქმედად? რამე თუ მათი საქმე ესე არს, რაითა ღმრთისაგან კაცნი განაშორნენ და კერპთა თაყვანის ცემა იასწაონ და საუკუნო ისა მის ცხოვრებისაგან უცხორხნენ. მბრძოლნი არიან და მტერნი ბუნებისა ჩვენისანი, მარადის წარწმედასა ზედა კაცთასა იხარებენ, არა თუ მბრძოლთა ხოლო მათთა ემტერებიან, არამედ პატივის მცემელთაცა მათთა ქვესკნელთა ჯოჯოხეთისათა შთახდიან, ვითარცა ეგე თქვენ გიყვეს. საწყალობელნო და მათისა მის ღმრთისაგან განდგომილებისა მიმსგავსებულნო, რამე თუ ყოვლით ურთნებისა მათისა აღმასრულებელი ქმნენით, და ეგერა იხილეთ, ვითარისა კეთილისა მომატყუებელ გექმნეს. მტერდა წინააღმდგომ მეუფისა და ღმრთისა და ქველის მოქმედისა თქვენისა ყვეს და წარწმედა იგი. საუკუნო ინაწილად დაგიდვეს, რამე თუ ღირსვე ამას იყვენით უშჯულოებისა თქვენისათვის. გარნა უკეთურთა მათ მწიგნობართა და ფარისეველთა მიმართ სიტყვაი სხვად ჟამად დამარხულიყავ, რამე თუ მრავალ არს სამხილებელი ბოროტთა მათთაი. ხოლო ჩვენ ვიხილოთ მორწმუნენო, თუ ვითარ ყოველთა მათ შეურაცხებისა სიტყვათა სახიერებით და სიმშვიდით თავსიდებდა უფალი ჩვენი, რამე თუ შემდგომად ესე ვითარისა მის გმობის მათისა რაი ნაცვალი მიაგო მათ ისმინეთ. წახარებაი და მოხვრიდა იესო ქალაქებსა ყოველსა და დაბნებსა და ასწავებდა შესაკრებელთა შორის მათთა და ქადაგებდა სახარებასა სასუფეველისასა და განჰყურნებდა ყოველთა სენთა და ყოველთა უძლურებათაერსა შორის 9:35. თარგმანი ესოდენსა მას უკეთურებასა მათსა ზედა და სიცოფესა არა ხოლო თუ ცეცხლითა არა დაწუნა ანუ უფსკრულთა ჯოჯოხეთისათა შთახადნა, არამედ არცა თუ სიტყვით შეჰრისხნა. ერთად რაითა გამოუთქმელი იგი სიმშვიდე და სახიერება ითვისი აჩვენოს და იგი ქმნას სამხილებელად მათდა, და მეორედ რაითა უმრავლესთა მათ სასწაულთა მიერ ძალითვისი უჩვენოს უმეტესად და მერმეღა იწყოს სიტყვით სამხილებად. ამისთვისცა მოხვლიდა ქალაქებსა და დაბნებსა და შესაკრებელთა შორის მათთა ასწავებდა და ყოველთავე სენთა ჰყურნებდა, რაითა გვასწავს ჩვენ ძვირისმეტყველთა ჩვენთა ესე ვითარისა ნაცვლისა ყოფად. ესე იგი არს რაითა ძვირისმეტყველებისა წილ არა ძვირისმეტყველება იმივაგოთ, არამედ ქველის მოქმედებაი და ყოველივე კეთილი. აც უკვე მორწმუნენო, ოდეს კეთილი ვისმე უყო მოყვასსა შენსა და მან მოგაგოს ბოროტი, შენ ნუე დასცხრები კეთილის ყოფისაგან, რაითა უმეტესად განმრავლდეს სასყიდელი შენი ღმრთისა მიერ. ხოლო რომელმან იხილოს მოყვასი უმადლოი და დასცხრეს ქველის მოქმედებისა მისისაგან გამოაჩინებს ესე ვითარი იგი ვითარმედ არა ღმრთისათვის იქმოდა ქველის საქმესა მას, არამედ კაცობრივის აქებისათვის.
ხოლო რაც სახმარ არ სქება იგი კაცთა იუსარგებლოი. უფრო ისად ყოველივე ქველის საქმე ჩვენი, ძმანო, ღმრთისათვის იყავ და ბუნებით ისა მის სახიერებისათვის, ვითარცა იგი უფალმან ჩვენმან მოგუცა სახე კეთილისაი თავისა მიერ თვისისა, რამე თუ ესერა გულისხმა გვიყოფს. ვითარმეთ სახიერებისათვის თვისისა და წყალობისათვის კაცთა ისა იქმოდა ყოველსავე. ამისთვისცა არა ერთსა ადგილსა იყოფოდა და მოელოდა მისა მომართ მოსვლასა უძლურთასა, არამედ თავადი მოხვლიდა ყოველსა ქალაქებსა და დაბნებსა და მიენიჭებდა უსასყიდლოდ ორთა მათ დიდთა კეთილთა, ერთად სწავლასა ამას კეთილსა და სახარებასა სასუფეველისასა, და მეორე ყოველთავე სენთა კურნებასა, რაითაცნან ვითარმედ იგი არს მაცხოვარი სულთა და ხორცთაი და უფალი ორისავე ცხოვრებისაი. და არა თავით თვისით ხოლო იქმოდა ესრეთ, არამედ სხვა იცე შესძინა მოუაწებისა და ქველის მოქმედებისა საქმე, ვითარცა იტყვის მახარებელი. წახარებაი და ვითარცა იხილაერი იგი, შეეწყალნეს იგინი, რამე თუ იყვნეს დამაშურალ და დაცვინებულ, ვითარცა ცხოვარნი, რომელთა არა აქუნ წყემსი. მაშინ რქუა მოწაფეთა თვისთა ვითარმეთ, სამკალი ფრიად არს, ხოლო მუშაკნი, მცირედ. ევედრენით უფალსა სამკლისასა, რაითა გამოავლინეს მოქმედნი სამკალსათვისსა. და მოუწოდა 12-თა მოწაფეთა თვისთა და მისცა მათ ხელმწიფებაი სულთა ზედა არაწმიდათა, რაითა განასხმიდნენ მათ და განჰყურნებდნენ ყოველთა სენთა და უძლურებათა 9, 36, 10. თარგმანი აურაცხელისა მის სახიერებისა და კაცთმოყვარებისათვის არა კმაეყო თავისა მიერ თვისისა სწავლაი და კურნებაი უმადლოთაი მათ, არამედ მოწაფეთაცა მისცა ესერა ხელმწიფებაი კურნებათაი და წაავლენს მიმოსვლად სწავლად ერისა და კურნებად უძლურთა, რაითა მათ და მიმართცა წყალობაი და ძვირუხსენებლობაი თვისი და ღმრთივშვენიერი სიმდაბლე აჩვენოს და მოციქულნიცა განწვართნეს პალესტინის შინა საქმესა მას მოციქულებისასა, რაითა განვიდნენ რაი ყოველსა სოფელსა, ახონად თავსიდვან სიმრავლე იგი ღვაწლთა და განსაცდელთაი. ამისთვისცა ვითარცა მფრინველი რაი მართვეთა ჩჩვილთა ასწავებ მფრინვასა და მცირედ განიყვანებ ბუდისაგან, ეგრეთ იწყო სწავლად მათ და წინამდებარისა მის საგრობისა. და აც პირველად კურნებასა ხორციელთა სენთასა მისცემს, ხოლო კურნებასა მას სულთასა უკუანა ისკნელ და უმარხავს, ვითარცა უაღრესსა და უზეშთა ესსა. და იხილე ვითარ ქადაგებს მახარებელი ვითარმედ კაცთმოყვარებისათვის და ფრიად ისა მის მოწყალებისათვის იწყო საქმესა ამას და სხვისა არ არა ისათვის. იხილა ერი იგი და შეეწყალნეს რამე თუ იყვნეს დამაშურალ და დაცვინებულ, ვითარცა ცხოვარნი, რომელთა არა აქუნ წყემსი. იხილა უკეთურება იგი მღვდელთა მათ და მწიგნობართა და ფარისეველთაი, რომელნი განწესებული იყვნენ მთავრად და მწყემსად ერისა მის, ვითარ იგი არა მწყემსთა საქმესა აჩვენებდეს, არამედ მგელთასა, არა ხოლო თუ კეთილისა სწავლისაგან უდები ქმნებოდეს, არამედ ყოვლით კერძო ბოროტსა ასწავლიდეს და ყოვლისავე კეთილისაგან დააბრკოლებდეს. ამისთვისცა დაუკვირდებოდა რა იერსა მას და იტყოდეს ვითარმედ, არასა და ისრაელსა შორის ესრეთ გამოჩნდა უღმრთონი იგი ფარისეველნი წინააღმდეგებოდეს და იტყოდეს, თავრირთა ეშმაკთაითა განასხამს ეშმაკთა და სხვასა ესე ვითარსა მრავალსა ბოროტსა ასწავლიდეს. ამათ ესე ვითართა მწყემსთათვის იტყოდა იერემია წინაის წარმეტყველი ვითარმედ, წყემსთა მრავალთა განყუნეს საყურძენი ჩემი, უდაბნოდ უგზოდ ქმნეს იგი განსარყუნელად წარსაცქმეделისად. იერემია 12:10 მათთვის ღაღადებს ეზეკიელ და იტყვის, იყო სიტყვაი უფლისაი ჩემ და მომართ და თქვა, ძეო კაცისაო, წინაის წარმეტყველებთ მწყემსთა მიმართ ისრაელისათა და არ ქუმათ, ხო იმ მწყემსთა მაგათ ისრაელისათა ვითარ განიბნინეს ცხოვარნი ჩემნი,
რამე თუ არა იყო მწყემსი და იქმნეს იგინი შესაჭმელ ყოველთა მხედს და ველისათა, შეადარე ეზეკიელი 34:1-5 და შემდგომი ამისი რა იგი თქვა ყოფად მწყემსთა მათთვის ბოროტთა, ვითარცა სცნათ, რომელთაც აღმოიკითხოთ წინაისწარმეტყველება იგი. ამისთვის იხილა რაიუფალმა ვითარმედ მწყემსნი იგი საქმეს მგელთა საიქმოდეს და ერი იგი დამაშურალიყვნეს სულითა და დაცვინებულ ბოროტთა საქმეთა შინა, შეეწყალნეს იგინი სახიერსა მას და მოწყალესა და ხრქვა მოწაფეთა თვისთა, სამკალი ფრიად არს, ხოლო მუშაკნი, მცირედ. ვითარცა იგი იოანეს თავსა შინა წერილ არს ვითარმედ, მე წარგავლინებ თქვენ მკად, რომელსა თქვენ არა დაშვერით, სხვანი დამაშურალ არიან და თქვენშ რომელსა მათსა შემოხვედით. იოანე 4:38 ეგრეთვე აქა სამკალი თქვა ვითარმცა ეტყო და ვითარმედ, არა თესვად წარგავლენ, არამედ მკად. ხოლო ამათ სიტყვათა ეტყო და დამდაბლებისათვის გონებათა მათთა ისა და რაითა უჩვენოს, ვითარმედ უმეტესი შრომაი გარდასრულ არს, რამე თუ უმეტეს არს შრომაი თესვისა, ვიდრეღამ კისაი. ვინაითგან უკვე მკად წარავლინა, საცნაურ არს ვითარმედ არა უცხო ისა რაისმე სამკალისა წარავლინა მკად, არამედ რაი იგი წინაისწარმეტყველთა მიერ ეთესა, რაითა აჩვენოს, ვითარმედ იგი არს მუშაკი კეთილი, იგი არს უფალი სამკლისა იმის. იგი არს მეუფე წინაისწარმეტყველთაი, რომელმანცა პირველად მთესვარად მოავლინა იგინი, ვითარცა იგი იოანე კეთილსა მას მუშაკთ მთავრობასა მისსა გამოაჩინებს, ვითარმედ, ნიჩაბი ხელთა შინა მისთა და განწმიდოს კალოითვისი და შეკრიბოს იფქლი მისი საუნჯერთა, ხოლო ბზე დაწვას ცეცხლითა უშრეტითა. მათე 3:12 გარნა ესე საძიებელ არს, თუ ვითარ მუშაკად რაი სახელსტო მოწაფეთა და თქვა, სამკალი ფრიად არს, ხოლო მუშაკნი, მცირედ. ევედრენით უფალსა სამკლისასა, რაითა გამოავლინეს მოქმედნი სამკალსათვისა, არავე შეჰმატნა მუშაკნი იგი, არამედ მასვე რიცხუსა ზედა 12-თასა დაიცვნა. ესრეთ უკვე გულისხმოვყოთ, ხრქვა რაი ვითარმედ, ევედრენით უფალსა სამკლისასა გულისხმავყო ვითარმედ იგი თავადი არს უფალი სამკლისაი. ამისთვის რაღაცა თუ ვედრებაი უბრძანა, რაითაცნა ნიჭისა მის სიმაღლე, არამედ თვინიერ ვედრებისაცა მათისა მან თავადმან ყო საქმისა მის მოღვაწებაი და შემატებაი იგი მუშაკთა მათ საღმრთოთაი. ხოლო ნუ იტყვი, თუ არა შეჰმატა მათ, ჰე ფრიად შეჰმატა და ფრიად განამრავლნა 12-ნი იგი, არა თუ რიცხვითა, არამედ შემატებითა მით და მიმადლებითა ძალისა და მადლისაითა, რამე თუ ესე იყო ჭეშმარიტად საკვირველი შემატებაი, რომელ 12-ნი მძლედ და დამორჩილებელად ყოვლისა სოფლისა გამოაჩინა. დაიხილე წესი იგი და სახე შემატებისა მათისაი საკვირველი. მოუწოდა 12-თა მოწაფეთა თვისთა და მისცა მათ ხელმწიფებაი სულთა ზედა არაწმიდათა, რაითა განასხმიდნენ მათ და განჰყურნებდნენ ყოველთა სენთა და უძლურებათა. სული წმიდაი არ გამოცემულიყო მათ და ვითარცა იოანე იტყვის, რამე თუ იესო არღა იყო დიდებულ, იოანე 7:39, ხოლო დიდებად ჯვარც უმასა მისსა სახელს დებს. ვითარ უკვე განასხმიდეს სულთა მათ არაწმიდათა? ძალითა მით და ხელმწიფებითა ბრძანებისა მის უფლისაითა იქმოდეს მაშინ სასწაულთა მათ. ხოლო ვინაითგან მოვიდა სული წმიდაი მათზე და მიერითგან სამარადისოი და განცხადებული მოიღეს ხელმწიფებაი ყოვლისავე სასწაულთა საქმისაი. იხილეთ უკვე ვითარ ჟამსა ჯეროვანსა იწყო წარვლინებად მათ და რამე თუ არა პირველითგან ქმნა ესე, არამედ ვინაითგან მყوار ჟამ შეუდგეს მას და იხილეს მკვდარი აღდგომილი, ზღვაი შერისხული და დამორჩილებული, ეშმაკნი განსხმულნი და განრღვეული აღმართებული, ცოდვანი ახოცილნი და კეთროანი განწმედილი და ცნეს გონიერად ძალი მისი საქმით და სიტყვით, მაშინ გაიწყო წარვლინებად მათ და წინაითვე უთხრობს მომავალთა მათზე და საქმეთა, რა იგი მოწევნად იყო არა მაშინ, არამედ შემდგომად ამაღლებისა მისისა,
რაითა წინა ისწარ. თხრობითა მით განმზადებულიყვნენ იგინი მოთმინებად ყოვლისა ჭირისა. ხოლო ვინაიდან პეტრეს და ანდრიას და იაკობის და იოანეს წოდებაი ოდენ აღწერა მახარებელმან ამან და მერმე თვისიცა შესძინა წოდებაი, ხოლო სხვათა მოწაფეთა არცა წოდებაი ეთქვა, არცა სახელები. ამისთვის ჯეროვნად ამას ადგილსა სახელებსა და რიცხვსა მათსა გვითხრობს და ითქვის. სახარებაი, ხოლო 12-თა მათ მოციქულთა სახელები ესე არის. პირველად სიმონ, რომელსა ეწოდა პეტრე და ანდრია, ძმა იმისი იაკობ ზებედესი და იოვანე, ძმა იმისი ფილიპე და ბართლომე, თომა და მათეოს მეზუერე, იაკობ ალფესი და ლებეოს, რომელსა ეწოდა თადეოს, სიმონ კანანელი და იუდა ისკარიოტელი, რომელმანცა განსცა იგი 10-2-4. თარგმანი, პირველად სიმონ, რომელსა ეწოდებოდა პეტრე. იყო სხვაიცა სიმონ კანანელი. ამისთვის თქვა პეტრე, რაითა გულისხმა გვიყოს თუ რომელსა ითქვის. და კვალად სათნოებისაცა და სიმტკიცისა მისისა მომასწავებელი არის სახელი ესე, რომელიასე გამოითარგმანების კლდე ვითარცა უწოდა მას უფალმა. და ანდრია, ძმა იმისიო. ესეცა დიდი ქებაი არის, რამე თუ ერთი იგი სათნოებისა მისისაგან გამოსახა და მეორე ესე თვისებითა სიკეთისა მისისაითა გამოსახა, რამე თუ ანდრია მხნად გამოითარგმანების. ხოლო მარკოს პეტრე ახსენა და მერმე ორნი იგი ძენი ზებედესნი და ეგრეთ ანდრია, განწესებისა მისებრ პატივისა მათისა, არამედ ესე ბუნებიცა მას თვისებასა მათსა განუყოფელად ითქვის, სიმონ პეტრე და ანდრია, ძმა იმისიო, იაკობ ზებედესი და იოვანე, ძმა იმისი. ხედავა ვითარ არა პატივისაებრ, არამედ ბუნებითისა წესისაებრ წარმოითქვის, რამე თუ იოვანე არა სხვათა ხოლო, არამედ ძმისაცა უზეშთა ეს იყო საზომითა, გარნააც მახარებელმან იაკობ თქვა პირველად და მერმე ფილიპე და ბართლომე და თომა და მათეოს მეზუერე. ხოლო ლუკა უწინარეს მათეოს ითქვის და მერმე თომას, მერმე იაკობ ალფესი, რამე თუ იყო სხვაიცა იაკობ ზებედესი, მერმე თქვა ლებეოს, რომელსა ეწოდა თადეოს, და სიმონ მოშურნე, რომელსაცა კანანელ უწოდა, და ესრეთ ახსენა იუდა განმცემელი და არა თქვა, ვითარმედ იუდა ბილწი იგი და არა წმიდაი, არამედ ქალაქი ხოლო მისი ახსენა, ისკარიოტელიო. რამე თუ იყო სხვაიცა იუდა, რომელ არს ლებეოს, რომელსა ეწოდა თადეოს, რომლისათვის ითქვის ლუკა ვითარმედ იუდა იაკობისი. ლუკა 6:16 ამისთვის უკვე სახელითა მით ქალაქისაითა განყოფილება იმისი ქმნა ამისგან და თქვა, იუდა ისკარიოტელი, რომელმანცა განსცა იგი. და ესეცა არავე სირცხული იჩინა თქმად ვითარმედ, რომელმანცა განსცა იგი, ესრეთ არ არას დაჰფარვიდეს, რომელიცა საყვედრელად შერაცხილარ. ხოლო ვისმინოთ შემდგომიცა იგი სიტყვაი მახარებელისაი. სახარებაი, ესე 12 წარავლინა იესო ამცნომად და hrქვა, გზას ამას წარმართთასანუ მიხვალთ და ქალაქსა სამარიტელთასანუ შეხვალთ, არამედ მივედით უფროის ხოლო ცხოვართა მათ წარწმედულთა სახლისა ისრაელისათა 10:5-6. თარგმანი, ესე 12 წაავლინაო, ესე რომელნი, გითხარ რა? მეთევზურნი ესე და უსწავლელნი და მეზუერენი, რამე თუ 4 მეთევზურნი იყვნენ და 2 მეზუერენი, მათეოს და იაკობ ალფესი და 1 იგი განმცემელი და სხვანიცა იგი უნდონი და გლახაკნი. რომლისათვის განკურებით ითქვის მახარებელი ვითარმედ, ესე 12 რიცხვიცა მცირედნი და ძალითა სიტყვისაითა ანუ სწავლულებითა ანუ სიმდიდრითა უძლურნი და უნდონი წარავლინა იესო მოციქულებად და ამცნომად. გზას ამას წარმართთასანუ მიხვალთ და ქალაქსა სამარიტელთასანუ შეხვალთ, არამედ მივედით უფროის ხოლო ცხოვართა მათ წარწმედულთა სახლისა ისრაელისათა. ნუ ჰგონებთო ვითარმედ, რომელი ესე გმობენ ჩემ დამო და ეშმაკეულით მიწოდენ,
თუმცულან იგინი და გარემი ქცეულ ვარ მათგან, ნუ იყოფინ. არამედ ჯერ ეთმნებავს ყოვლისავე ღონისძიებისა მათზე და ჩვენებად, ნუ უკვე შეიგდიმონ და მოიქცენ. ამისთვის მნებავს, რაითა ყოველთა პირველ მათთა მიმართ ხოთ ქადაგებაი თქვენი, მათ ასწაოთ, იგინი განჰკურნეთ. ამისთვის ყოვლადვე ნუ მიხვალთ გზასა წარმართთასა, ნუცა ქალაქსა სამარიტელთასა შეხვალთ, რამე თუ იგინიცა წინააღმდგომ იყვნეს ჰურიათა, გარნაფრიად უმეტეს შემწყნარებელი იყვნეს სარწმუნოებისა, ხოლო ჰურიანი უფიცხეს და უბოროტეს იყვნეს. გარნა ეგრეთცა მათ და მიავლინა მოციქულნი, რაითა აჩვენოს მათზე და სახიერება ითვისი და რაითა სრულიად დაუყოს პირი და ვერ იტყოდნენ ვითარმეთ, წინა და უცვეთელთა მიმართ მივიდეს მოციქულნი, ამისთვის არა შევიწყნარენით იგინი. ხოლო ცხოვრად წარწმედულად უწოდა მათ, რამე თუ მწყემსნი მათნი უძვირეს მგელთასა იყვნეს და იგინი პირველითგან შეცდომილი იყვნეს გზათაგან საღმრთოთა და არაოდეს დადგრომილ წესსა მას რჩულისა მოცემულისა მოსეს მიერ. არამედ განხრწნილი იყვნეს კერპთმსახურებათა შინა და სხვათა ყოველთავე უშჯულოებათა. ამისთვის წაავლენ სძიებად მათთა და ეტყვის. წახარებაი და შერაიხვიდეთ, ქადაგებდით და იტყოდეთ ვითარმეთ, მოახლებულ არს სასუფეველი ცათაი, 10:7. თარგმანი, იხილეა სიმაღლე მსახურებისაი ამის მათისაი. იხილეა პატივი იგი მოციქულთაი. არარა იხილული უბრძანა მათ ქადაგებად, ვითარცა იგი მოსეს და სხვათა მათ წინა ისწარმეტყველთა, არამედ ყოველივე უცხოი და საკვირველი. ხოლო წინა ისწარმეტყველნი და მოსე არარას ესე ვითარცა ქადაგებდეს, არამედ ქვეყანასა და კეთილთა ქვეყანისათა, გარნა მოციქულნი სასუფეველსაც სათასა იტყოდეს და კეთილთა მათ მოუგონებელთა, და არა ამით ხოლო ჯერითა უაღრეს იქმნეს. არამედ შეუორგულებელისა მისთვისცა მორჩილებისა, რამე თუ ესოდენიღა წინა ისწარვი აუწყნა მოწევნად ნიჭირნი და ღვაწლნი მათზე და ხრობილობანი, გუემანი, წარდგინებანი წინაშე მეფეთა და მთავართა, მოძულებანი ყოველთაგან ციკუდილნი თითოსახენი და არავე შეშინდეს, არამედ ფრიადითა მორჩილებითა. შეიწყნარეს ბრძანებაი იგი, რამე თუ ქადაგნი იყვნეს ჭეშმარიტად სასუფეველისანი და მახარებელნი ბევრეულთა მათ კეთილთანი. ხოლო ვინაითგან ქადაგებაი მათი უცხო იყო და დიდებული, სარწმუნო ყოფს უფალი სიტყვათა მათთა საქმეთაგან და ეტყვის. წახარებაი, უძლურთა განჰკურნებდით, კეთროვანთა განსმენდით, ეშმაკთა განასხემდით, უსასყიდლოდ მიგიღებიეს, უსასყიდლოდ მისცემდით, 10:8. თარგმანი, გულისხმა ყავთხა ვითარ წესსა სათნოებისას ამცნებს შეკრძალვად უფრო ის ვიდრეღა სასწაულთა, რაითა გამოაჩინოს ვითარმეთ სასწაულნი თვინიერ სათნოებათა ისა არაც სახმარ არიან. ამისთვისცა სიმდაბლესა ასწავლის მათ სიტყვითა ამით ვითარმეთ, უსასყიდლოდ მიგიღებიეს, უსასყიდლოდ მისცემდით და ყოვლისავე სახმართ მოყვარებისაგან განათავისუფლებს. ვითარმცა ეტყოდა მათ ვითარმეთ, დაღაცა თუ სასწაულთა და კურნებათა იქმთ, ნურ არას ახსუავნებით, რამე თუ არა თავით თვისით მოგიგიეს ესე, არცა სასყიდლითა გიყიდიეს, არცა შრომითა თქვენითა წარგიმართებიეს, არამედ ჩემი არს ნიჭიესე, უსასყიდლოდ თქვენ და მონიჭებული. აც უკვე უსასყიდლოდვე მისცემდით, რამე თუ არა შესაძლებელ არს პოვნად სასყიდელი ამის ნიჭისაი, გარნა მე ვარ მიმნიჭებელი და არა თქვენ. და მეხსეულად ძირს ამას ყოველთა ბოროტთასა აღმოჰფხურის და ეტყვის. წახარებაი, ნუ მოიგებთ ოქროსა, ნუცა ვეცხლსა სარტყელთა თქვენთა, ნუცა ვაშკარანსა გზასა ზედა, ნუცა ორსა სამოსელსა, ნუცა ხამლთა, ნუცა კვერთხსა, რამე თუ ღირს არს მუშაკი სასყიდლისა თვისისა, 10:9.
თარგმანი მრავალი კეთილი წარხმართა ამით მცნებითა, ერთად სრული ესე და მაღალი საზომი ასწავა ნეტართა მათ მოწაფეთათვისთა, მეორედ რაითა უმეტესად შეწყნარებულიყო სიტყვაი მათი წესისა მის მიერ მაღლისა, მესამედ რაითა ყოვლისავე ზრუნვისაგან თავისუფალიყვნენ და ყოვლით ურჩექცეულ მსახურებასა მას სიტყვისასა, მეოთხედ რაითა ასწაოს მათ ძალი განგებულებისათვის ისაი, რომლისათვისცა ამისა შემდგომად ეტყოდა მათ. ოდეს იგი წარგავლინენ თქვენ თვინიერ ბალანტისა და ვაშკარანისა და ფერხთა შესასხმელთა, ნუ გაკლდა. რაია თქვენ? ხოლო მათ თქვეს, არაი გვაკლდა. ლუკა 22:35. ვინაიდან უკვე ესრეთ ეგულებოდა მოღვაწებაი მათი, ამისთვის ყოვლისავე ზრუნვისაგან უბრძანა განშორებაი, რაითა ცნანძალი მოღვაწებისა მისისაი და იყოს საქმე მათი შვენიერ და უაღრეს სხვათა კაცთასა და განსაკურებელ ყოველთა მიერ. ხოლო უკვე თუ ვინმე იტყოდის ვითარმედ, სხვასა მას ყოველსა აქ უნდა სიტყვაი ბრძანებად მათ და, ხოლო ვაშკარანისა არა ქონებად გზასა ზედა, არცა ორისა სამოსლისა, არცა ხამლთა, არცა კვერთხისა, რაისათვის უბრძანა ბუნებისა უმეტესი ესე სიძნელე. ესრეთ უკვე გულისხმაყავ მეტყველმან მან, ვინაიდან მოძღვრად ყოვლისა სოფლისა წაავლენ და მათ, ამისთვის განიყვანებს უძლურებისაგან კაცობრივისა და ანგელოზთა წესსა შეიყვანებს. და ყოველსავე სახესა მოღვაწებისასა ასწავებს და უფრო ის ყოვლისა ზრუნვათაგან ხორციელთა სრულიად შორს ყოფს, რაითა ერთი ხოლო აქ უნდეს ზრუნვაი, მოძღვრებისაი, და უფრო ის ხავთ თქვა ვითარმედ, მისთვისცა უზრუნველ ყოფს, ვითარცა იგი ხრქვა ვითარმედ. ნუ ვზრუნავთ, ვითარანუ რასა იტყოდით. მათი 10:19. რაც უკვე რომელესე დიდად სიმძიმედ საგონებელ არს მათთვის განსასვენებელიყო, აზნაურება იგი ყოვლისავე ზრუნვისაგან, რამე თუ რაინცა იყო უსაწადელეს უზრუნველობისა და უფრო ისად ოდეს ექმნებოდის ვის, თვინიერ ზრუნვისა. არაისა ნაკლულევანებაი მოღვაწებით აღმთისაითა, ამისთვისცა რაითა არა თქვან მათ ვითარმედ, ესრეთ თუ ვიყვნეთ ვითარ ბრძანებ, ვინაი ვპოვოთ სათანადო იგი ხორცთა საზრდელი. მეხსეულად შესძინა და ხრქვა, რამე თუ ღირს არს მუშაკი სასყიდელსათვისსა. ამით სიტყვითა აუწყა ვითარმედ მოწაფეთა მათ მიერ შემწყნარებელთა ქადაგებისა მათისათა, განუმზადებს მათ საზრდელსა, რაითა არცა იგინი ზუაობდნენ მოწაფეთაზე და ვითარმცა ყოვლადვე არარას მიიღებდეს მცა მათგან, არცა მოწაფენი მწუხარე იყვნენ, რაჟამს არარას მიიღებდნენ მათგან მოციქულნი. ამისთვისცა თანანადებად სახელსტვა საქმესა მას, ამათ უწოდა მუშაკად და მსახურებასა მას მორწმუნეთთასა, სასყიდელად, რაითა არცა ამათ ხრცხვენოდის, ვითარმცა ცუდად რასმე მიიღებდეს, არცა იგინი უდები ქმნებოდინ მოცემად, რაჟამს ცნან, ვითარმედ თანამდებ არს მათ და მიცემაი განწესებული იგი სასყიდელი მუშაკობისაი. ხოლო არა თუ ამისთვის თქვა სიტყვაი ესე ვითარმცა ჰგონებდავინ, თუ ესოდენ არს ხოლო სასყიდელი იგი მოციქულთა შრომისაი, ნუ იყოფინ. არამედ ამისთვის თქვა, რაითა მორწმუნეთა ცნან ვითარმედ გამოზრდა იგი და სხვისა ყოვლისავე სათანადოისა სახმრისაი წინაყოფად მოციქულთა თანანადები არს წარუვალი, მათ ზედა განწესებული და კვალად. რაითა მოციქულთა განუწესოს არაი უმეტეს სახმრისა ძიებად მოწაფეთაგან, ხოლო ღირსი იგი და ჭეშმარიტი სასყიდელი შრომათა მათთა იზეცათა შინა დამარხულ არს. სახარებაი, რომელსა ქალაქსა ანუ დაბასა შეხვიდეთ, გამოიკითხეთ, ვინ ღირს იყოს და მუნდა ადგერით ვიდრე გამოსვლადმდე. და შერაიხვიდოდით სახლსა მას, მოიკითხეთ იგი და თქვით, მშვიდობა ის სახლსა ამას. და უკვე თუ სახლი იგი ღირს იყოს, მოვიდეს მშვიდობა თქვენი მასზე და, უკვე თუ არა ღირს იყოს, მშვიდობა თქვენი თქვენდავე მოიქეცინ. და უკვე თუ არავინ შეგიწყნარნეს თქვენ, არცა ისმინეს სიტყვანი თქვენი, გამორაიხვიდეთ მიერ სახლით გინა მიერ ქალაქით,
განიყარეთ მტვერი ფერხთა თქვენთაი. ამენ გეტყვით თქვენ, უმოლხინეს იყოს ქვეყანა იგი სოდომისაი და გომორისაი დღესა მას სასჯელისასა, ვიდრე ქალაქი იგი 10:11-15. თარგმანი ესრეთ ეტყვის ვითარმეთ, რაღაცა თუ გარქურ თუ ღირს არს მუშაკი სასყიდელსათვისა, ნუ ჰგონებთ, თუ ყოველთა კაცთა კარნიგან მიხუმან წინაშე თქვენსა, არამედ რომელნი ღირს იყვნენ შეწყნარებად თქვენ და დასწავლისა მის თქვენისა. ამისთვის გამცნებ, რაითა ეძიებდეთ ესე ვითართა მათ და მათთან აჰყოფდეთ სავანესა და მათ მიერ იზრდებოდით, რამე თუ უკვე თუ ღირს იყოს შეწყნარებად თქვენ და საზრდელიცა გულს მოდგინეთ და გიმზადოს. უფრო ისად გიხილნეს რა ესრეთ ლიტონითა და უნდოითა საზრდელითა დაჯერებულნი. ამისთვის არც ამნებავსო სახლითი სახლაცლოა თქვენი, არამედ სადა იგი ხოთ სავანე, მუნ დაადგერით ვიდრე განსვლადმდე ქალაქისა მისგან, რაითა ყოვლით კერძო წესიერ იყოს საქმე თქვენი. ხოლო ამათ სიტყვათა მიერ გამოაჩინა, ვითარმეთ შემწყნარებელნი მათნი თანამდებარიან ზრდად მათ და, რამე თუ იგინი უმეტესა სარგებელსა მოისთულებენ მათისა მის კურთხევისაგან. ამისთვის იტყვის, შერაიხვიდეთ სახლსა მას, მოიკითხეთ იგი და თქვთ, მშვიდობა ის სახლსა ამას. და უკვე თუ სახლი იგი ღირს იყოს, მოვიდეს მშვიდობა თქვენი მასზე და, უკვე თუ არა ღირს იყოს, მშვიდობა თქვენი თქვენდავე მოიქეცინ. ვინაითგან ქადაგად სასუფეველისა და მოძღვრად ყოვლისა სოფლისა განაჩინა იგინი, ამისთვის ეტყვის ვითარმეთ, ნუ სხვათა მიერ მოელით მოკითხვასა, არამედ თქვენ პირველად მოიკითხევდით, რამე თუ მოკითხვა იგი თქვენი არა მოკითხვა არს ლიტონი, არამედ კურთხევა იცა. ამისთვის გეტყვი ვითარმეთ, უკვე თუ ღირს იყოს სახლი იგი მოვიდეს მისზე და კურთხევა იგი და მშვიდობა თქვენი, უკვე თუ არა ღირს იყოს და არცა შეგიწყნარნეს თქვენდავე მოიქცეს კურთხევა იგი. და არა ესეოდენ, არამედ დღეს ამასა სასჯელისასა უძვირეს სოდომელთასა დაისაჯნენ წინააღმდგომნი იგი და შეურაცხისმყოფელნი თქვენი. ხოლო რაი არს ესე თუ განიყარეთ მტვერი ფერხთა თქვენთაი. ესე იგი არს საწამებელად მრავლისა მის შრომისა და მოგზაურებისაი, რომელმათ და მიმართ მისვლისათვის თავს იდვეს, და ვითარმედ მას ყოველსა ზედა ცარიელნი და შეუწყნარებელნი გამოვიდეს მათგან. ხოლო ესეცა გულისხმობთ ვითარ არა მისცა მათ ყოველივე, არამედ რაოდენი ჯერ იყო და სამართალ, რამე თუ აჰა ესე რა ჩანს, ვითარმედ წინა ის წარმცნობელობაი არა მისცა, რაითამცა იცოდეს, თუ ვინ ღირს არს, ანუ ვინ არა ღირს, არამედ გამოკითხვაი და მოძიებაი უბრძანა, რაითაცნან, თუ ვინ არს კეთილითა გონებითა შემკობილი და მისთან აყონ სავანე. ხოლო იხილე, ვითარ ჯეროვნად განაწესა საქმე მათი, განაშიშულნა ყოვლისავე მონაგებისა და ყოვლისავე ზრუნვისაგან, ვითარცა შვენო და მახარებელთა მათ მშვიდობისათა, და მერმე სახლნი ყოველთავე მორწმუნეთანი განუხუნა მათ და უბრძანა, რაითა სიხარულით შეიწყნარებდნენ ქადაგთა მათ ცხოვრებისა მათისათა, შემკობილთა ყოვლითავე სათნოებითა და უპოვართა სოფლისა ნივთთაგან, რომელეს სრულისა მის მოქალაქობისა სახე არს. რამე თუ ვინაითგან ესე ვითარი განაჩინა სასჯელი მათზე და რომელთა არა შეიწყნარნენ იგინი, ვიდრეღა უმოლხინესობა ითქვა სოდომელთა და გომორელთაი, ვიდრეღა მის ქალაქისა ანუ სახლისაი, ვინც არა სიხარულით და გულს მოდგინებით შეიწყნარებდა მათ, რომელთა შეწყნარებაი ცხოვრებისა მიზეზ ექმნებოდა და სახმარი საზრდელისა მათისაი უნდა იყო და წარუგებელ. სწავლაი ვითარმედ ათსა წესი მოციქულთაი უპყრიეს წინა მძღვართა ეკლესიისათა და სათნოებაი უაღრეს არს სასწაულთა. აც უკვე მორწმუნენო სიტყვათა ამათ ნუ ხოლო ვისმენთ, არამედ აღვასრულებდეთსა, რამე თუ არა მოციქულთათვის ხოლო თქუმულ არს, არამედ შემდგომად მათსაცა მომავალთა წმიდათათვის.
ვისწრაფოთ უკვე რაითა ვყვნეთ თავნი ჩვენი ღირსშეწყნარებისა მათისა, რამე თუ გონებისაგან შემწყნარებელთა ისაგინა თუ მოვალს მშვიდობაი, ანუ თუ წარვალს და არა თუ კადნიერებისაგან ხოლო მოძღვართა ისა. აც უკვე ნუ ვგონებთ, თუ მცირედ დაჭირვებაი არს ესე ვითარისა მშვიდობისაგან დაკლებაი, არა გესმისა ვით არ შეამკობს მას წინა ის წარმეტყველი და იტყვის, ვით არ შვენიერ არიან ფერხნი მახარებელთა მშვიდობისათანი, რომელნი ახარებენ მშვიდობასა და კეთილთა. ესაია 42:7 ეგრეთვე უფალი სიკეთესა მას მშვიდობისასა მოასწავებს და ეტყვის მოწაფეთა, მშვიდობასა დაგიტევებ თქვენ, მშვიდობასა ჩემსა მოგცემ თქვენ. იოანე 14:27 აც უკვე ვისწრაფოთ, რაითა მშვიდობასა მას არა დავაკლდეთ, რამე თუ აჰა ესე რა წინა მძღვარნი ეკლესიისანი მისცემენ მშვიდობასა და ესე მშვიდობა იმის მშვიდობისა სახე არს, ამისთვის ჯერ არს დიდითა გულს მოდგინებითა შეწყნარებაი. უკვე თუ რომელმან არა შეიწყნარნეს მახარებელნი იგი მშვიდობისანი სახეთთვისა და არა გამოზარდნეს, ესოდენისა სასჯელისა ღირს არს, რომელი არცა თუ სმენასა თავს იდებდეს მშვიდობისასა, ვით არ მიეცეს მას მშვიდობაი. აჰა ესე რა მორწმუნეო, შენთვის ავალს მღვდელი საკურთხეველსა, შენთვის შესწირავს ვედრებასა, შენ მოგცემს მშვიდობასა, ვით არ უკვე ესრეთ უდებ ხარ სმენად. მშვიდობისა სახლი მორწმუნეთაი ზოგადი არს წმიდაი ეკლესიაი, შევლენ მორწმუნენი და მერმე მღვდელთ მოძღვარი, ანუ მღვდელი მისცემს მშვიდობასა წესისა მისებრ მოციქულთა ისა. ნუმცა ვინ უკვე იპოვების უდები, ნუმცა ვინ დახსნილი და გარე წარად მსმენელი, რაითა არა სასჯელისა თანამდები ქმნასთ, რამე თუ დიდად უმჯობეს არს ჩემდა, რაითა შევიდე სახლსა ვისსამე და არა შემიწყნაროს ვიდრეღა მორაივიდეს ეკლესიად. უდებებით ისმენდეს სწავლათა საღმრთოთა, ესე ფრიად მძიმედ მიჩნს, რამე თუ უპატიოსნესცა არს ესე ტაძარი, ვიდრე სახლი კაცად კაცადისაი, და აქ არს სიმდიდრე ჩვენი და სასოებაი. გულისხმა ყავ თუ რა იხპოვდით და საიდუმლოთაგანი, რომელი აქა არა არს, ტრაპეზი შესადრწუნებელი, სასანთლე ბრწყინვალე, საცხებელი პატიოსანი, რომლისა ცხებითა მრავალნი უძლურებისაგან განიკურნეს. კიდობანი უპატიოსნესი კიდობნისა მისძუელისა და სხვა ყოველივე კეთილი. აც უკვე ჯერ იყო, რაითამცა ესე გვაქონდა ყოველთა სახლად, ვით არცა მაშინ ყოს 300-და მათ და 500-და, რომელთა ერთი აქონდა სახლი, ერთი ტაბლაი, ვით არცა იტყვის, ვით არმედ, სიმრავლისა მის მორწმუნეთა ისა ერთი იყო გული და გონებაი, საქმე 4. 32 გარნა ვინაიდან ფრიად დაკლებულ ვართ მათისა მის სათნოებისაგან და ამისთვის გამბნეულ ვართ კაცად კაცადი სახლსათვისა, მეორესა ამას წესსა ნუ დავაკლდებით, ესე იგი არს, რაითა ფრიადითა გულს მოდგინებითა შემოუკრბებოდით ეკლესიად და შევიწყნარებდეთ სწავლათა მხურვალითა. გონებითა. ოდეს იგი ვთქვა, მშვიდობაი ყოველთა და თქვენ მომიგოთ, სულისა შენისა თანა, ნუ ენითა ხოლო, არამედ გულითაცა იტყოდეთ. ხოლო უკვე თუ აქა მეტყოდი, მშვიდობაი სულისა შენისა თანა და გარეთ რაი განხვიდე ეკლესიით, ბოროტსა იტყოდი და ბრძოლათა შემიმზადებდე, ვით არ იმცა იყო ესე მშვიდობაი. მე რაღაცა თუ ბევრეულსა ბოროტსა ზრახვიდე, გულითა წმიდითა მიგცემ მშვიდობასას, სიყვარულითა შენითა ახსავსე ვარ, რაღაცა თუ სადმე გამხილო, წყალობისა შენისათვის ვიქმ ამას. ხოლო შენ უკვე თუ სიტყვასა ჩემსა არა სიყვარულით შეიწყნარებდე, არამედ მბრძოლ და მტერიყო, დიდად შევწუხნი ამასზე და არა თუ ამისთვის, რომელმე შეურაცხყოფ, ნუ იყოფინ. არამედ ამისთვის, რომელ შენ მშვიდობაი განაგდე თავისა შენისაგან და სასჯელისა მის ესე ვითარისა თანამდები ქმენ, რამე თუ რაღაცა თუ არა განვიყარო მემ თუ ერიფერხთაი, არცა გარე მივიქცე, გარნა განწესებული იგი სასჯელი ეგრეთვე ეგოს. ხოლო რაღაცა თუ არ არა იმევნო თქვენთვის, არცა გზათა შორთაგან მოვედი, არცა წესითა მით და უპოვრებითა მოციქულთაითა,
Twinier ხალთასა და twinier ორისა სამოსლისა და ამისთვის თავსაცე ჩემსა ვაბრალებ და თქვენცა სადმე ამისთვის თქვენ და განწესებულსა მას სახესა ნაკრულევანებით იქნთ, არამედ არ არა მიზეზი არს ესე თქვენთვის, არამედ ჩვენი ესე, მღვდელთაი ამათ, უდებებაი ჩვენ და ჰეთ დასასჯელ არს, გარნა თქვენ ვერ განგამართლებს. რამე თუ არა თქვენ და განწესებულ არს განკითხვაი ჩვენი. აც უკვე საყუარელნო ეკრძალენით თავთათვისთა და ჰბაძევდით სათნოებასა მას პირველთა მორწმუნეთასა, მაშინ სახლნიცა ეკლესია იყვნეს, ხოლო აც ეკლესიანიცა სახლად გარდაქცეულ არიან, მაშინ სახლთაცა შინა სოფლიოი არ არა ითქუმოდა. აც ეკლესიათაცა შინა სულიერი არ არა ითქუმის, არამედ სოფლისა საქმეთათვის რახვენ, და სიტყვანიღა საღმრთონი აღმოიკითხოდინ და იქა დაგებოდინ. არა ისმენ ჩიშით და დუმილით, არამედ ცუდთა და ამაოთა საქმეთათვის სრახავთ. ამისთვის მგლოვარე ვარ მე და მწუხარე, რამე თუ ფრიადი სიგრილე და დახსნილობაი განმრავლდა ჩვენ შორის. არამედ გევედრები შეიკრძალენით თავნითვისნი, შეიტკბეთ სიყვარული და სხვანი იგი ყოველნივე სათნოებანი, რაითა სულსაცე ჩემს ახაროთ და სულნი თქვენი აცხოვნეთ. რამე თუ მრავალნი მოცემულ არიან ჩვენ და მიზეზნი სიყვარულისანი, ერთი ტაბლაი დაგებულ არს ყოველთა და ერთისა მამისა შვილნი ვართ ყოველნი, ერთისა ემბაზისაგან შობილ ვართ, ერთისა სუმელი ერთისა ბარძიმისაგან მოცემულ არს სუმად ჩვენ და რომელესე ფრიადისა სიყვარულისა და ერთობისა სახე არს და ამისთვის ესრეთ განაწესა სახიერმან მან მამამან წყალობისამან, რაითა ყოვლით ურთ შემაერთნეს წესითა მით სიყვარულისაითა. აც უკვე გულისხმა ყავთ, რაოდენი სიყვარული თანაგაც მოგებად ურთიერთასა და უფროისად მოძღვართა მიმართ სულიერთა. დაღაცა თუ იგინი არა იყვნენ ღირს მსგავსებასა მოციქულთასა, რამე თუ არცა თუ აჩრდილსა მათსა ღირს ვართ, გარნა თქვენ და არა ისავნებელ არს ესე, არამედ უფროისად მიზეზ სასყიდლისა, რაითა იგივეა ჩვენოთ სიყვარული და მორჩილებაი, ვითარცა მოციქულთათვის განწესებულ არს. არა უწყითა ვითარმედ მოძულეთაცა ჩვენთა სიყვარული თანაგვად სიტყვისა ებრუფლისა. აც უკვე ვითარ მოყვარენი და უფროისად მოძღვარნი სულიერნი არა შევიყვარნეთ. დაღაცა თუ მრავლითა ცოდვითა სავსე იყოს მოძღვარი, მოწაფეთა სიყვარულივე თანააც. ზიარებულ ვართ ერთსა ტრაპეზსა, ბეზიარნეთ სიყვარულითაცა ურთიერთას, ძმანო. ავაზაკნიცა ტაბლასა ამას ხილულსა და სოფლიოსა რა იზიარვიეთ თანამე იქმნიან, დაივიწყიან უკეთურებაითვისი. ხოლო ჩვენ რაიმცა გვაქონდა მიზეზი, რომელნი ესე ზიარქმნილ ვართ ხორცსა და სისხლსა ქრისტესსა, რაითამცა არა ვიყვარებოდეთ ურთიერთას. მრავალთა მოქალაქობაი ერთისა ქალაქისა მიზეზ სიყვარულისა ექნა, ხოლო ჩვენ და ერთი განწესებულ არს ქალაქი, ზეცისა იერუსალეიმი, ერთი სახლი, წმიდაი ეკლესიაი, ერთი ტაბლაი საიდუმლოთაი, ერთი გზაი ცხოვრებისაი, ერთი კარი სასუფეველისაი, ერთი ცხოვრებაი სათნოებისაი, ერთი თავი, ერთი მეუფე, ერთი მწყემსი და მოძღვარი და მსაჯული და დამბადებელი და მამაი, უფალი ჩვენი იესო ქრისტე. ვინაიდან უკვე ყოველივე ჩვენი ზიარი არს, რაიმე მიუგოთ უფალსა, უკვე თუ გონებითა განყოფილ და განშორებულ ვიყვნეთ ურთიერთას და უფროისად მოძღვართაგან სულიერთა, რომელთა მიმართ ეგევით არის თანაგვად სიყვარული, ვითარცა მოციქულთა მიმართ. ხოლო უკვე თუ სასწაულთა ეძიებთ, ვითარცა იგინი მაშინ იქმოდეს, მკვდართა აღადგინებდეს, კეთროვანთა განსმედდეს, ეშმაკთა განასხმიდეს, ესეცა გულის სიტყვაი ცუდ არს. დაღაცა თუმცა ჯერ იყო აც სასწაულთა ქმნაი, თქვენ და უმეტესი სასყიდელი არს twinier სასწაულთასა აღსრულებად წესსა მას სიყვარულისა და მორჩილებისასა, ხოლო აც ჯამიცა სასწაულთა იარღარა არს, არც არა იქნების მათგან სარგებელი, უფროისღა. უკვე თუმცა იქმოდეს ვიეთნიმეაც სასწაულთა უმრავლესი მცა იყო სავნებელი.
არა ხედავთა ვითარ თვინიერ სასწაულთაცა უკვე თუ ის მიეცეს სიტყვაი სიბრძნისაი ანუ მეცნიერებისაი, ანუ საქმე მოღვაწებისაი, უფრო ის სხვათასა მეხსეულად აღზვავნების. აც უკვე თუმცა სასწაულნიცა იქნებოდეს, რა იმცაყვეს მათ? არა ხედავთა კორინთელთა ვითარ ამით ჯერითა განიცვალნეს ურთიერთას. ამისთვისა და სხვათა მრავალთა მიზეზთათვის გარდასწყდა სასწაულთმოქმედებაი. აც უკვე, კაცო, ნუ სასწაულთა ეძიებ, არამედ სათნოებათა ეძიებდი და სიწმიდესა სულისასა. ნუ ეძიებ ერთისა მკვდრისა აღდგომასა, რამე თუ გისწავი ეს ვითარმედ ყოველივე სოფელი აღდგომა დარს, ნუ ეძიებ ერთისა ბრმისა ახილვასა, არამედ განიცადე ვითარმედ ყოველთა აღუხილვან მადლითა ქრისტესითა ახილვითა მით კეთილითა და უაღრესითა. და ისწავე შენცა კეთილად და სულიერად ხილვაი, რამე თუ უკვე თუმცა ყოველნი სათნო და სულიერად ვცხონდებოდეთ, ფრიად უმეტეს სასწაულთასამცა უკვირდა ესე წარმართთა, რამე თუ სასწაულთათვის ნუ უკვე იჩვიცა უცნებისა ივისმე შეექმნას. ხოლო სათნოებათათვის ვერ არას ვინ იტყვის ესე ვითარსა არამედ. სრულიად პირი დაეყოფის წინააღმდგომთა. ვისწრაფოთ უკვე მოგებათ სათნოებათა, რამე თუ ესე არ სიმდიდრე წაროპარველი, ესე არს ჭეშმარიტი სასწაულთმოქმედებაი, ესე არს აზნაურებისა მის საღმრთოისა მომატყუებელი, ესე არს სიმდიდრე წაროპარველი. ხოლო ქსურის თუ სასწაულთმოქმედებად განიოტენ სულისა შენისაგან ნებანი, განიწმიდე თავი შენი ცოდვათაგან და ამისა უაღრესსა სასწაულსა ნუ ეძიებ, რამე თუ ცოდვაი უძვირეს ეშმაკისა არს, საყვარელნო, უკვე თუ იგი განიოტო უაღრეს ხარ მათსა, რომელნი ეშმაკთა განასხმიდეს. ისმინე პავლესი ვითარ სათნოებასა უაღრეს ყოფს სასწაულთასა, რამე თუ იტყვის, გშურდინ მადლი იგი უფრო ისი და მერმე უმეტესი გზა იგი იჩვენა თქვენ. პირველი კორინთელთა მიმართ 12:31 და მერმე იტყო და რაი ესე ვითარსა მას გზასა. არა მკვდართა აღდგინება ითქვა, არცა ბრმათა ახილვაი, არცა სხვაი რაიმე სასწაული, არამედ სიყვარულსა სახელსდვა უმეტესად გზად და თქვა ვითარმედ, თვინიერ სიყვარულისა ყოველივე არაი არს. ისმინე კვალად რასა იტყვის უფალი, ამას ზედა ნუ გიხარინო, რამე თუ სულნი უკეთულნი და გემორჩილებიან, არამედ გიხაროდენ, რამე თუ სახელები თქვენი დაიწერა ცათაშინა. ლუკა 10:20 და კვალად იტყვის, მრავალთა მრქვან მე მას დღესა, უფალო არა სახელითა შენითა ვწინა ის წარმეტყველებდით და ეშმაკნი განვასხენით და ძალნი მრავალნი ვქმენით? მას შემსავ რქვა მათ ვითარმედ, არა გიცნი თქვენ. მათე 7:22-23 და კვალად ეგულებოდა რაი ჩვენთვის ვნებათ, მოუწოდა მოწაფეთა და რქვა მათ. ამით ცნან ყოველთა ვითარმედ მოწაფენი ჩემნი ხართ, არა თუ რაითა სასწაულთა იქმოდით, არამედ რაითა იყვარებოდით ურთიერთას. იოანე 13:35 რამე თუ სასწაულთმოქმედებამან მრავალგზის სხვათა არგო მოქმედსა მასავნო ანუ ზვაობითა, ანუ ან პარტავანებითა, ანუ სხვითა რაითმე სახითა, ხოლო ჭეშმარიტი სათნოებაი მოქმედთაცა მისთა არგებს და მხილველთაცა აღაშენებს. ამისთვის გევედრების საყვარელნო, ესე შევიტკბოთ, ამას ვეძიებდეთ, რაითა ვცხონდეთ. უკვე თუ მოაქციო თავი შენი უწყალოებისაგან და წარჰმართო მოწყალებაი, ხელი განხმელი განგიმარტებიეს, უკვე თუ განეკენო სამღერელთა და სახიობათაგან და უცონელად მიხრბიოდი ეკლესიად, განგიკურნებიეს ფერხი მკელობელი, უკვე თუ მოსწყვიდნე თვალნი შენი ხედვისაგან პირთა შვენიერთასა, აღგიხილვან თვალნი დაბრმობილნი, უკვე თუ ცუდთა სიტყვათა წილ და სავნებელთა ზრახვათა წილ, საეშმაკოთა ზღაპართა და სიმღერათა წილ ისწავლნე ფსალმუნი, უთყუ იყავ და აც კეთილად ხმეტყუელებ. ესე ვითარნი არიან საკვირველნი დიდებულნი, ესე არიან სასწაულნი ჭეშმარიტნი. უკვე თუ ამათ სასწაულთა ვიქმოდით, ჩვენცა დიდ და საკვირველ ვიყვნეთ და სხვათა მრავალთა მიზეზ კეთილისა ვექმნეთ და საუკუნეთა მათ კეთილთა მკვიდრად გამოვჩნდეთ.
რომელთა ღირსმცავ ართ ყოველნივე მიმთხვევად მადლითა და კაცთმოყვარევითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა თანა მამასა სულით წმიდით ურჩვენის დიდებაი, პატივი და სიმტკიცე აცდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამენ. წმიდანო ღმრთისანო, გლახაკიებ თვიმელოცვასა მომიხსენეთ.